პირველ მომენტში გათამაშების დაცვის ხაზი ზედმეტად მაღლა რჩება, ორივეს პოზიცია დაკარგული აქვთ, საბას უკან ჩარბენი კეთდება, მაგრამ საბა ასწრებს პოზიციის დაბრუნებას და ბურთის ჩაჭრას. პიკის გაკეთების მომენტში დამცველებს შორის დიდი სივრცე არის დარჩენილი, ბურჯენა უკან არის, რაც გაბის საშუალებას აძლევს, რომ მცველებს შორის სივრცე შეუტიოს, ან სასროლი ფეხებით გამოვიდეს პირდაპირ, ამის მაგივრად პაუზას აკეთებს და ბურთი გარეთ ნასროლ ბურთზე მოსახსნელად შედის, აქვს ასევე დრო, რომ ბურჯენა გადაკეტოს და ბურთი მისთვის უფრო ხელსაყრელ პოზიციაში მოიგოს, მაგრამ კორპუსს არ აყენებს. პიკზე ადრე იწყებს მოძრაობას ბარბარე, ისე რომ პიკი არ არის ჯერ დაყენებული, მერე ხედავს, რომ გაბი ახლოს არის მასთან პიკიდან გამოსვლის დროს და იმის მაგივრად, რომ ნაბიჯი გვერდზე გადგას და ამით დამცველს აიძულოს, რომ ამოყვეს და სივრცე გამოანთავისუფლოს ჩამტრიელებელი კაცისთვის, გადატვირთულ სივრცეში აკეთებს პასს და ბურთი იკარგება. გაბის ბურთის მიღების მომენტში დამცველთან დაახლოებით 1 მეტრიანი დისტანცია აქვს და იმის მაგივრად, რომ ბურთი სასროლ ფეხებზე მიიღოს და მერე დამცველის მიხედვით გადაწყვიტოს, თუ როგორ მოიქცევა, თვითონ ამცირებს დამცველთან დისტანციას, დამცველის ქვეშ ძვრება და რთულ სროლას ასრულებს. ნიკას ბურთის მიღების მომენტში ძალიან დიდი სივრცე აქვს, მაგრამ ფეხები არ აქვს სასროლად გამზადებული, რაც სროლის მთლიან მექანიკაზე მოქმედებს და შესაბამისად ცუდი სროლა გამოსდის. ბარბარე არ ამზადებს კარგად პიკს, არც სწრაფნაბიჯს აკეთებს, არც დამცველს არ უწევს ტანზე, რომ მერე პიკზე დატოვოს, პირველ ნაბიჯს აკეთებს გვერდზე, მერე აკეთებს ჩარბენს, ისე უკან ბრუნდება, უხარისხო პიკს აკეთებს, მარიამს არ უტოვებს კუთხეს ფარზე შესატევად, მარიამ ფარისგან შორს გადის და მოუმზადებელი სროლით ამთავრებს შეტევას. აქაც იგივე სიტუაცია გვაქვს, პიკისთვის არ ამზადებს კაცს, მაგრამ სივრცე ეხსნება ბურჯენას და საბას შორის, რომელსაც შეუძლია შეუტიოს, ამის ნაცვლად ნაბიჯს გარეთ აკეთებს, რაც საბას შესაძლებლობას არ აძლევს, რომ ორი თავდამსხმელი ერთად გაანეიტრალოს, შემდეგ ხდება გადატვირთვა მარჯვენა მხარეს და ბურთი იკარგება. ამ სიტუაციაში ბარბარის არასწორი პოზიცია აქვს, არჩეული დაცვაში ფეხებით წინ იყურება, ისე რომ პერიფერიული ხედვითაც ვეღარ ხედავს თავის თავდამსხმელს, უკან ჩარბენს უშვებს და მთლიანი დაცვა იშლება მაგისგან.